მე მოვედი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და აქ ჩვენი მასპინძელი არის ცენტრის მეცნიერი ეკა დუღაშვილი, რომელმაც საკმაოდ დიდ დრო გაატარა აი ამ ხელნაწერებთან და ეს არის მართლაც უნიკალური ხელნაწერები, რომელი საუკუნის? მე-10 საუკუნის ესაც შექმნილი ტაო-კლარჯეთში, კერძოდ ჩატბერდის მონასტერში 978-988 წლებში. ეკა, რატომ არის ეს უნიკალური ეს ხელნაწერები, შეიძლება მითხარით? ეს არის ტაო-კლარჯეთის დამაგვირგვინებელი ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელიც ტექსტებთან ერთად შეიცავს უნიკალურ მუსიკალურ ნიშნებს, ნევლებს. აი, ეს არის აქ უმნიშვნელოვანესი, რომ ეს დოკუმენტი ტექსტების გარდა შეიცავს ნევლებს. ანუ გვეუბნება, როგორ გალობდნენ ჩვენი ცნაბრები მე-10 საუკუნეში. ეს ამბავი იწყება ბიზანტიაში, ძალიან ადრე. და ყალიბდება როგორც სისტემა მე-8 საუკუნეში საბა განწმენდილის ლავრაში, სადაც არიან ქართველები. აი, ეს არის მუსიკალური ნიშნები, ხო? რასაც ხედავთ. ტექსტის ზემოთ და ხედავთ ტექსტის ქვემოთ, ხო? აი, ამ სტრიქონს ეკუთვნის ზემოთაც და ქვემოთაც. ეს უკვე ეს ფაქტი არის უნიკალური, ერთადერთი.